აბა მოგესალმებით ყველას. Ჩემთან არის პრინციპში დილა. ნატალის ვაცილებს სკოლაში. ეხლა გავუმზადებ საუზმეს და მერე გავაცილებ. და რა ვიცი, აბა ესეთი დღე არის, იმედია რომ ვიდეოს გადავიღებ და დავდებ. და ფეხზე ჩაიცვი. ჩავიცმე. სულ აგას ვეჩხუბები. სულ და მაინც არიცმევს. ის დარჩა თუ დატოვა? რა. სიგარეტი. ვინ? მამა. მოკლედ ხალხო გუშინ უყურეთ ევროვიზიას. რა საშინელებაა უბრალოდ რა, რომ არ ფასდება კარგი სიმღერები მართლაც რა. ძალიან მომეწონა მე ჩვენი გოგო, ჩვენი მარიამი, ძალიან კარგად იმღერა. ულამაზესი, ყველაფერი იყო ულამაზესი, შესრულებაც, ჩაცმულობაც, შოუც, ეს ჩოხიანი ბიჭები ძალიან მაგრად შეასრულეს თავის ნომრები და ძალიან საწყენი არის, რომ არ დაგვაფასეს, რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური კონკურსია, მაგასაც ვხვდები, მაგრამ ძალიან საწყენი არის ესეთი რაღაცები, რომ მართლა ვუყურეთ. აი არც ერთი არ მომეწონა მართლა, მართლა არც ერთი არ მომეწონა. ერთადერთი სასომხეთიდან იყო ის ბიჭი ნორმალური, მართლა კარგი ხმა ჰქონდა და კარგად იმღერა. მეორე ნახევარფინალზე ვამბობ, თორე პირველი ნახევარფინალიდან მომეწონა რამდენიმე სამი მომეწონა და ეხლა მომეწონა ეს სომხეთი და კიდევ ვინ მოგვეწონა? ის მოგვეწონა მახსოვს? და ის ისრაელი. სათვალებიანი რო იყო, ხო ისრაელი მოგვეწონა და ხო, ნუ ეგ ძალიან კარგი აშკარად ჰიტი იქნება. ეხლა ეს ძალიან კარგი სიმღერა იყო, შოუ ძალიან ლამაზი იყო. მაგრამ საქართველოს მართლა აი ობიექტურად ვამბობ, მაგ ნახევარფინალში. ხო, იმიტომ არ ვამბობ საქართველოს, მართლა ძალიან კარგი იყო რა. და ძალიან გული დამწყდა, რომ ვერ გადავედით. არ ვიცი, ისეთები გადაიყვანეს, რომ პრინციპში გული არც უნდა დამწყდეს, მაგრამ მე ახლა იმიტომ არ ვამბობ საქართველოს. რაღაც ხომ კომპლიმენტიც არის, რომ იმათთან ერთად ჩვენ არ მოვხდით, ზოგიერთებთან ისეთი საშინელებები იყო, მაგრამ მაინც წელანდელი ევროვიზია არ არის ისეთი ცუდი, როგორც შარშან იყო. შარშან მართლა საშინელება იყო. და წელს შედარებით ეტყობა მოერიდნენ ზედმეტად სატანისტური ნომრების დადგმას და მოკლედ ნახოთ, მაინც მაინტერესებს ფინალი, იმიტომ რომ მყავს ჩემი ფავორიტები. ესე იგი ძალიან მომწონს ნიდერლანდები და ყველაზე მეტად მინდა რომ ნიდერლანდებმა მოიგოს სელავი. იცი როგორ იყო? Oh la la c'est la vie, oh la la c'est la vie, oh na 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 c'est la vie. ხო, ეგ მე კიდე მომწონს მაკიატო მამორე. ეგ კიდე მომეწონა ტუდა იტალია. Tutta Italia, San Marino. ხო, წეგან მაკიატო იყო ესტონეთი და კიდევ ვინ. ხო, პორტუგალიელი შემსრულებელიც ძალიან კარგად ასრულებს. ოღონდ იმ სიმღერის მელოდია უკვე დამავიწყდა. სამწუხაროდ, ასევე ისრაელიც ძალიან ლამაზი სიმღერაა. და რა ვიება, მე მგონი მეტი არც არავინ. ჩემი აზრით საქართველოს იმსახურებდა ფინალში გადასვლას. და ძალიან ნერვები მეშლება იმ ადამიანებზე, რომლებიც ლანძღავენ და უხარიათ, რომ საქართველოს არ გადავიდა ფინალში. არ ვიცი, რავი, რაც არ უნდა პოლიტიკური ის გქონდეს, მაინც აი როგორ არ უნდა უგულშემატკივრო შენი ქვეყნის წარმომადგენელს არ მესმის და აი მომკალით და არ მესმის მართლა რა, ეს გაპოლიტიზირებული ხალხი ცოტა უკვე ძალიან. ესეც ნატალის საუზმე. ესეთი ბუტერბროდი მოინდომა კალბატონმა.
ასევე საუზმეზე მოვამზადე ესეთი უგემრიელესი სალათი, ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი მწვანილით, კიტრით, პომიდრით, მოვაყარე სვანური მარილი და ცოტა ნიგოზი. ასევე მაიონეზით შევაზავე ეს ყველაფერი და გამოვიდა ძალიან გემრიელი. ეს ვიყავი ლიბრებში და ახლა ნახოთ რა ვიყიდე. უბრალოდ ყოველდღე რაღაცას ვიყიდე შემისაფულე. ესე იგი, კოკა-კოლა, ეს ნატალის თხოვნით. სპრაიტი, მარიკას თხოვნით. მოხიტო გვინდა რომ გავაკეთოთ. ხო, კვერცხი აღარ მქონდა. კაპუჩინოები, აღმოვაჩინეთ, რომ მე ესეთი კაპუჩინოები ვიყიდება ლიბრებში. შეიძლება მეგონი კარფუში ვიყიდე. ნახე სხვადასხვანაირი, ერთი არის შოკოლადის, ერთი არის ვანილის და ერთიც კლასიკური და ნახე, ხაბა რომელიც მოგეწონებათ. და ნახე რა გიყიდე. ხოი. გაიხსენე ბავშვობა. ხო, ეს ტაფლობი ვიყიდე, კიდევ ხოდილისთვის. აქ რაღაც ვიტამინები ვიყიდე აქციაში. ეს სულგუნი აქციაში იყო და ასევე ესეთი ყველი, რა ვიცი, აბა ნახოთ სახაჭაპურე ყველიო და ხაჭაპურს თუ არა ყველიან მაკარონს მაინც გავაკეთებ. აბა მომიტანა კურიერმა ჩემი შეკვეთა. გამოვიწერე რაღაც ვიტამინები ბავშვისთვის და კოსმეტიკა. კატრისის კონსილერები და ფანქარი გამოვიწერე. ეს ისედაც ვაპირებდი კონსილერის გამოწერას, მაგრამ ეხლა თან კატრისი მინდა რომ დავტესტო, რაღაცები მაქვს პროდუქტები და მოკლედ დავამატე ესენი. თან ძალიან მაინტერესებდა კონსილერი არ მქონდა კატრისის და მოკლედ ყველაფერს ერთად აუცილებლად დავტესტავ. ახალ ვიდეოში დაელოდეთ, მალე იმედია რომ დავადებ საშუალს და მალე დავდებ კატრისის დატესტის ვიდეოს და ეს კონსილერები ძალიან მაინტერესებს განსაკუთრებულად. აუცილებელია გარეთოს შემდეგ, იმიტომ რომ რაღაცა ჩარჩა. გოგოებმა თუნმე ხალვა დააგემოვნეს. მოგეწონა? გემრიელია? დაიწყო ცივი ყავის სეზონი, გავიკეთე ყავა, ესეთი რძიანი და ეხა გემრიელად მივირთმევ. მამაზე თაყავდა ბუჩქები არში ეს ესეთი კარგი ამინდია. გამოვისეირნე. ნახეთ რამდენი ნაბიჯს დავაგროვებ დღეს. ზუსტად 8000 ნაბიჯი გავიარე. კიდეც. მედობა. ეგრე ზუსტად 800 გრამი არ ყიდავდი. კონტრასტი ცოლქმრის ცხოვრების წესი. ნუ იტყუები რა 800 გრამი არ აყი. როდის დალია 8000-ზე მეტი აღარ შემიძლია ხო ძალიან ენა გადმოგზებული ვარ ხოლმე. ახო, კაი იქნებოდა 10000, მაგრამ არა. ჯერჯერობით 8000 არის ჩემი მაქსიმუმი. ისე რომ ფეხებიც არ დავყალო ძალიან. ისე რომ მეორე დღეს არ მეტკინოს კუნთები და ყველაფერი. ეგ არის 8000. დღეს რა კინო გვაქვს პროგრამაში. და ავარჩიო რამეს, უბრალოდ საუკუნე მჭირდება ხოლმე რომ კარგი ფილმი ავარჩიო. ეგ არის ცუდი.
ანუ შენ იცი ხო ეგრე საუკუნე იჭირდება და მაინც ვერ იგეთ. აბა რა ხა როგორ უნდა არ გავაკეთო. როგორც ბაზარში და მაღაზიაში. შეხვედრა უცებ და გამოხვიდე. ეგრე ვერ მეკინეებზეც, როგორც მაღაზიაში. უცებ ვერ ვყიდულობ, უცებ ვერ ვარჩევ ფილმს და ვარჩევ ხოლმე 2 საათი, რას უნდა ვუყუროთ. მაგას მებეძინება უკვე. ვარჩიე და ბოლოს ავარჩიე აი ეს ფილმი აგენტი ვიკენდზე, ესე ქვია, თუ ინგლისურად Weekend in Taipei. მოკლედ აგენტზე არის, რომელსაც უწევს ჩასვლა ტაილანდში, რაღაც მისიაზე და იქ შეხვდება თავის ძველ სიყვარულს, რომელიც ზუსტად იმ მაფიოზის ცოლია, ვისი დაჭერაც უნდა, მოკლედ ამ ჩვენს აგენტს და ძალიან საინტერესო ფილმი არის. მე დელაშას ორივეს მოგვეწონა, იმიტომ რომ არის როგორც ჩხუბები, სროლები, ისე სიყვარული. არის ასევე კომედიის ელემენტებიც და რა ვიცი, გამახსენდა ძველი ამერიკული ფილმები, ოდესღაც რომ მომწონდა ხოლმე და რა ვიცი, აბა მომეწონა ეს ფილმი ძალიან, ვისაც ესეთი სტილის ფილმები გიყვართ, შეგიძლიათ თამამად ჩაუჯდეთ ერთი საღამო, პოპკორნიც მოიმარაგოთ და მე მგონი რომ კარგ დროს გაატარებთ.